გუშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ. სვიობათა პაკეტი ინფრასტრუქტურის, კვების და სხვა საკითხების რეგულირებასთან ერთად ითვალისწინებს ბაღების ვალდებულებას, რომ ჯგუფები დააკომპლექტონ მხოლოდ ერთი და იმავე ასაკის ბავშვებით. არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ განსხვავებული ასაკის ბავშვების აღზრდა ერთ სივრცეში ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. მეტიც, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდას ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ცვლილება უდიდეს დარტყმას მიაყენებს კონკრეტულ საბავშვო ბაღებს, რომლებიც გვთავაზობენ ალტერნატიულ, ეფექტურ და გამოცდილ პედაგოგიკას, 5 მაისს კანონპროექტის ინიციატორს ეკა ბესელიას მიმართეთ თხოვნით ესარგებლა რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობით. და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კანონპროექტი დაებრუნებინა მეორე მოსმენის ეტაპზე. 6 მაისს კი მას ამავე თხოვნით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერშიც მიმართე. საბოლოოდ, პარლამენტმა კანონპროექტის კონკრეტული მუხლის ამოქმედება გადაავადა 2018 წლამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საბავშვო ბაღებს მომდევნო სასწავლო წლის შეუფერხებლად ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ. მაგრამ ამით პრობლემა არ გვარდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ნორმა სრულად იქნა ამოღებული კანონპროექტიდან და კერძო ბაღებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად განსაზღვრონ მეთოდოლოგია. გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ხელოვნური რეგულაციებით არ შეფერხდეს პროგრესული ინიციატივები და არ შეიზღუდოს არჩევანის თავისუფლება.